ქრისტიანული სამყარო 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა. დაახარა, რომ მისგან იშვებოდა ძეხვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. ხარების დღესასწაული დიდ მარხვას ემთხვევა, მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ. წმინდა გადმოცემიდან ვიცით, წმინდა ღვთისმშობელს გამოეცხადება გაბრიელ მთავარეპისკოპოსი და ეწყვის, რომ გიხაროდეს მიმადრებულო მარიამ, უფალი შენთან არის. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენსა, რატომ მაცხოვარი გუშინ სულდა ჩვენთვისოდა. ესე იგი, აქედან დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ყოველი მართლმადიდებლისათვის, ყველა ქრისტიანისათვის, უფრო სწორედ რო თქვათ. იმიტომ რომ უფალი ღვთისმშობლის საშუალებით მოევლინება როგორც ადამიანი, ღმერთი როგორც ადამიანი, ისე მოევლინება ქვეყანას და ყველა ქრისტიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან უდიდესი. მე აქედან მოხდება კაცობრიობის გამოხსნა, ეს ყველა კარგად და ისევ და ისევ მე მინდა რომ აი ყველას მიულოცო, ვინც აი აფასებს ამ დღეს, დღევანდელ დღეს, ვინც აფასებს, ყველას მინდა მიულოცო და როგორ დავსწრებოდეს ყველანი და ახალბო ყოფილო ყველანი. აი ხარ. რასისობებით ალბათ ყოველ წელს. პირველ რიგში მშვიდობას საქართველოში და რა ვიცი, ყოველივე კარგს უსურვებ ქართულ ერს. გიოცავთ ხარებას. საქმეში. მარიამ. მიყვარს ტაძარში.